ღმერთო ჩემ. ამერიკულ ფილმებში რომ ღვეზელია, შიგთავსი გემრიელად რომ გადმოდის და ფხვიერი ცომით არის გარშემორტყმული, ეს ზუსტად ის ღვეზელია. ასეთ ამინჩი ამაზე გემრიელს ვერაფერს მოვამზადებდით. ან სახლში მოსვლამდე ორნაბიჯი პროდუქტებიც მოვიმარაგე და ორჯერორი ბარათის მეშვეობით ქულებიც დავაკრავეთ. ქვილი, დარიჩინი და შაქარი გავაერთიანოთ. მოვაყაროთ მწიკუი მარილი და შევაზილოთ რბილი კარი. კარაქზე კი ორნაბიჯში როგორც ყოველთვის ფასდაკლება იყო. ფხვიერ მასას დავუმატოთ ცივი წყალი და კარგად მოვზილოთ. თუ დაგვაკლდა ფქვილი, შეგვიძლია დავუმატოთ. დროულად მოვასწარით ქლიავის ბოლო გაფართხალებაა, დავჭრათ კუბებად, დავაყაროთ ცოტა შაქარი და ცოტა წყალი. შემოვდგათ ცეცხლზე, იქამდე სანამ არ მივიღებთ ჯემისებურ სტრუქტურას. ძალიან ამ ქლიავი ითუშება, ჩვენ 9 საათით ცომი გავაციეთ. შემდეგ გავაბრტყელეთ, მოვათავსეთ ფორმაში და ზემოდან მოვრთეთ. აუსვით კვერცხის გულისა და რძის ნაზავი და 180 გრადუსზე გამოვაცხოთ მზაობამდე. ხელსვე მოვაყაროთ შაქრის პუდრი. ხოთაშორის ვერ ვიტან ბარათების ტარებას. მცირე დანახარჯზე არასდროს არ ვატარებდი, მაგრამ დაზოგილი თანხით რძის მომზადება უფრო ჭკვიანურია.